რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით, მეგობრებო, როდესაც გავაჟღერე, რომ ესე იგი პირადში საზოგადოებრივი მაუწყებლის უпростоრეთ სოციალური ქსელის მეშვეობით ადამიანები უკავშირდებიან ხალხს და ზღუდავენ, ასე თუ ისე ავიწროვებენ და შესაძლებელია რომ მათ ზეწოლაც და მუქარაც კი განახორციელონ ახალგაზრდა გოგოებზე. ერთ-ერთმა პირმა მომწერა ასე. თამო ტაბატაძემ წერს, კისკისებ დღევანდელი ლაივზე, მეგობრებო, სადაც გავაჟღერე, რომ გუშინდელი ჩვენი საუბარი ერთ-ერთ შშმ პირზე, პირთან კატასტროფულად დამთავრდა, ასეთი რამ მომწერა თამომ, კისკისებ გადავედი თამარ, ესეთი კატეგორია არის შშმ პირები, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც თავს ირთობენ მასე. ნებისმიერს წერენ, ოღონდ გაერთონ, დრო გაიყვანონ, არანაირად არაა მასე შენ როგორც ამბობ, საბრალო უნარშეზღუდული პირია, ამბობს თამო. თამო, მე მინდა ახლა გიპასუხო შენ, ძალიან კარგია, რომ აი ესეთი ბავშვური გონებით აზროვნებ და კარგი, მივესალმებოდი, რომ მართლა ანუ შესაძლებლობა შეზღუდული პირი იყოს, ესე იგი შეზღუდული შესაძლებლობის წარმომადგენელი პირი იყოს, მაგრამ მე მინდა გითხრა ახლა ძალიან მწარე რეალობა, რომლისათვის შენ ალბათ მზად არ ხარ, მაგრამ უნდა მიიღო, შეზღუდულ პირთა, ანუ შესაძლებლობის პირთა საზოგადოება არის სამწუხაროდ სწორედ ის კატეგორია, რომელიც ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მსხვერპლი. ადვილი ნადავლია, ადვილად დასაპროგრამებელი პირია და სწორედ ასეთი შეზღუდული შესაძლებლობის პირებს იჭერენ ისინი და ამოქმედებენ შემდეგი ნაბიჯებით. შეიძლება ეს საკითხი შენ პირველად გაიგე და პირველად გესმის, მაგრამ მე გეტყვი ამას, რომ ეს ადამიანი, რომელიც გუშინ წერდა, არანაირად არ იყო გართობის პროცესში, არამედ ის იყო პროცესში, რომელი პროცესის მას შესასრულებელი ჰქონდა და დავალებულია ამა თუ იმ ვიღაცა ინსტიტუციებიდან. მე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები იმ ჭრილში, როგორ ჭრილშიც მან მე მესაუბრა, რომ თავიდან დაიწყო, ესე იგი ღადავით, რომელ ღადავშიც მე ამყვადა შეულებრივად შეძლო ამ ღადავის გაგრძელება, მაგრამ ნერვებმა უმტყუნეს და ვეღარ გააგრძელა ამ ღადაობაში და წამოიგო თავისივე ხაფანგს. სწორედ აი ასეთი საზოგადოების გონების გადატრიალება ხდება აი ესეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისაგან, რომლის უკანაც დგას შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკან კი დგას საპატრიარქო. საპატრიარქოს უკან კი დგას კგბ და კგბ-ს უკან კი დგას მასონთა საზოგადოება, რომელიც თავიანთი საცეცეებით ამა და იმ ქვეყნებში, ამა თუ იმ რელიგიებში და ამა თუ იმ ინსტიტუციებში ადამიანებს ამონებენ და აპროგრამებენ. თუ თქვენ ეს საკითხი სასაცილოდ გეჩვენებათ, მე სატირლად მეჩვენება, რამე თუ სწორედ ასეთი ადამიანების მიერ არის გაფუჭებული სრულიად დედამიწა, კაცობრიობა, ადამიანობა, მორალი და სრულიად სისტემებია შექმნილი, რომელიც აღარ მოქმედებს და რომელიც დაანგრევის პირას დგას და რომელიც ფართხალებს უკვე და ვეღარ არსებობას ვეღარ აგრძელებს, რამე თუ გონს მოსული ადამიანები ძალიან ბევრი ვართ საბედნიეროდ. მადლობა უფალს ამისათვის, მე ახლა დაგემშვიდობები და გირჩევნიათ იმის მაგივრად, რომ დააღოთ პირი და იხარხაროთ, ჯობია რომ საკითხები სიღრმისეულად განიხილოთ. მადლობა მოხსნებისთვის.